გამარჯობა. დღეს მე გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ სწორად და უსაფრთხოდ გადაადგილოთ თქვენი ნახევრად მისამმელი სახურავი წინიდან უკანა მიმართულებით დასაწყისში. უნდა მოხსნათ სამაგრები, რომლებიც არის ნახევრად მისამმელის წინა მხარეს. ერთი არის მძღოლის მხარეს, მეორე კი მგზავრის მხარეს. გახსოვდეთ, ნახევრად მისამმელის ასვლა საჭირო არ არის. დავაჭიროთ აქ ამ ადგილზე. და უნდა ავწიოთ ეს წვერი ასე, გავხსნათ კარი, მაგრამ გახსოვდეთ, მხოლოდ ერთი კარი უნდა გავხსნათ, რათა სახურავმა ვერ შეძლოს უკანა გადმოწევა თოკით. ხსნით სახურავს თოკით და შემდეგ შეგვიძლია დავიჭიროთ ჯვარედინი მილი და გავშალოთ სახურავი. ხსნით სახურავს თოკით და შემდეგ შეგვიძლია დავიჭიროთ ჯვარედინი მილი და გავშალოთ სახურავი. და ამგვარად გვაქვს წინიდან უკან გასწორებული სახურავი დატვირთვისთვის. მას შემდეგ, რაც სახურავი გადავწევთ და ტვირს დავტვირთავთ, გადავწიოთ ის უკან. დავხუროთ სახურავის წინა მხარე და გავხსნათ სახურავის უკანა მხარე. აქ ხედავთ, რომ თოკი დამაგრებულია ბლოკირებებში, ამიტომ ყველაფერი წესრიგშია. იმისათვის, რომ ნახევრად მისამმელი იყოს მზად მოძრაობის გასაგრძელებლად, სამაგრები უნდა გამოიციოს და დაიჭიმოს. იმისათვის, რომ სახურავი გადავწიოთ წინიდან უკან, უნდა გავხსნათ მეორე კარი. ამ შემთხვევაში ასევე უნდა ავწიოთ წვერი ზემოთ, ზუსტად ისე, როგორც წინა მხარეს. ზუსტად ისე, როგორც წინა მხარეს. არ გვაქვს დამაკავშირებელი რგოლი. უნდა მოხსნათ ბლოკირება და მოვქაჩოთ მილი უკან. ამ მხარესაც გვაქვს ბლოკირებები. სახურავი დაბლოკილია ორივე მხარეს. ამიტომ ახლა შეგვიძლია უსაფრთხოდ ჩამოვწიოთ წვერი. ამ მომენტში ნახევრად ტრაილერი მზად არის გასამგზავრებლად დატვირთვის შემდეგ. როცა ნახევრად ტრაილერი დატვირთულია, მაგრამ შიგნით შესვლა და სახურავის გადატანა შეუძლებელია, ეს შეგვიძლია გარედან გავაკეთოთ. როგორ?ახლავე გაჩვენებ. იმისათვის, რომ სახურავი გარედან გავხსნათ, უნდა დავიჭიროთ წითელი თოკი ხელით და მოვქაჩოთ წინ, ანუ უკან. უნდა დავიჭიროთ წითელი თოკი ხელით და მოვქაჩოთ წინ, ანუ უკან. გახსოვდეთ, რომ თოკები მდებარეობს ნახევრად ტრაილერის ყველა კუთხეში. თუ ჩვენ ვიზრუნებთ ნახევრად მისამმელებზე, არ გვექნება პრობლემა მისი გადატანისას. რადგან ყველაფერი შეუფერხებლად მუშაობს. გმადლობთ ყურადღებისთვის.